კომპანია მეტაში აცხადებენ, რომ გააძლიერებენ უსაფრთხოების მექანიზმებს მეტას AI chatbot-ისთვის იმისათვის, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდი დაელაპარაკება chatbot-ს, საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოს. ეს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც დაახლოებით 2 კვირის წინ ამერიკელმა სენატორებმა დაიწყეს გამოძიება კომპანია მეტასთან მიმართებით, რადგან გავრცელდა შიდა დოკუმენტი, რომელშიც იყო მითითებული ის, რომ ხელოვნური ინტელექტის chatbot-ი Meta AI ელაპარაკებოდა მოზარდს რომანტიკულ თემებზე და ასევე ეს დიალოგი შეიცავდა სექსუალურ შინაარს. თავდაპირველად კომპანია მეტაში განაცხადეს, რომ ეს არის შეცდომა, რადგან კომპანია მეტას პროდუქტების მიხედვით არის აკრძალული ყველანაირი ფორმით ბავშვების სექსუალიზირება, თუმცა რამდენიმე დღის შემდგომ კომპანია მეტაში აცხადებენ, უშვებენ, რომ მსგავსი შეცდომა შესაძლებელია დაშვებულიყო და ამის გასაძლიერებლად ამატებენ მექანიზმებს. კონკრეტულად, მაგალითად, კომპანია მეტას წარმომადგენელი გამოცემა TechCrunch-თან აცხადებს, რომ მეტას AI გადაამისამართებს მოზარდს სპეციალისტებთან სხვადასხვა რესურსზე, რადგან გამართოს შემდგომ მოზარდმა დისკუსია რეალურ ადამიანთან ისეთ თემებზე, როგორიცაა სუიციდი, თვითდაზიანება და ასევე კვებითი დარღვევა. ბოლო პერიოდია მედიაში და ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი ისტორია იმის შესახებ, რომ AI-ს chatbot-ებს აქვთ განსაკუთრებული გავლენა მოწყვლად ჯგუფებზე და მოზარდებზე, მაგალითად კალიფორნიის შტატში წყვილი უჩივის კომპანია OpenAI-ს, რომელმაც შექმნა ChatGPT, თოლქამარს მიაჩნია, რომ ChatGPT-სთან ლაპარაკის შემდგომ გადაწყვიტა მათ მოზარდმა შვილმა, რომ თვითკვლობით დაესრულებინა სიცოცხლე. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ამჟამად გამოძიება. აღსანიშნავია ის, რომ მანამდე, სანამ ეს ამბავი გავრცელდებოდა, აგვისტოს დასაწყისში კომპანია OpenAI-ში განაცხადეს, რომ ChatGPT-საც ემატება უსაფრთხოების მექანიზმები და იმისათვის, რომ ChatGPT-მ უფრო, ასე ვთქვათ, ისწავლოს და ამოიცნოს ზუსტად მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ნიშნები, თუ ასეთი ექნება მომხმარებელს, რომელიც მას ელაპარაკება.